აუ ნახე რა კადრებია ბიჭო დილამშვიდობის მეთევზეებო მოგესალმებით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილიდან ალაზნიდან მე და ზაზამ ესე უცებ გადავწყვიტეთ და უგეგმავად წამოსვლა და ძალიან მაგარ ადგილას მოვედით რა. რაზე გვაქვს დღეს გათვლა? შამაიაზეც მამა. და რატო თევზაობთ ახლა შამაიაზე და სხვა თევზზე არა? ბიჭო, ახლა არის სეზონი შამაიის შემოსვლის რა. და ჯერ ერთი რო აქტიური საჭერია, არ უნდა დიდხანს ჯდომა. ალაზნის ჭალებში სუსიცხეა. ზერო ამოვა, აგვიტყდება და ახლა ჭანარს და ლოქოს ჩაჯდომას მიჩვენე შამაია თუ იქნება, ვითევზაოთ შამაიას. თუ არ იქნება, მე ვიფიქრებ სხვა თევზს. ამ პერიოდში რატო აქტიური შამაია? ქვირითობა აქვს. ახლა შემოდის მიგრაცია აქვს. მინგეჩაურიდან და აბა, მიგრაცია იყო. ეხლა ვიწევთ მოკლედ მეგობრებო თევზაობას, ეხლა გავიშალეთ 5 საათია. დავიწყებთ დაკვებას, ადგილის მოძებნას, სად უფრო პერსპექტიული იქნება და ნახავთ რა იქნება. მოკლედ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. არა ადგილი არის საოცრება, აი აქეთ ნახეთ. იქ ხეებია ჩაძირული და არ ვიცი თუ ჩასეხე კარგად. აი ძალიან მაგარ ადგილას ვართ რა, ძალიან მაგარ ადგილას. დავიწყეთ თევზაობა. სადაც მოდის დინება, ვცდილობ რომ დინების იქით გადავიდე, რომ საკვებურა არ ათრიოს დინება. სადავი მაქვს დაახლოებით 1.20 სანტიმეტრი. ეხლა იყო ჩაკმა. აი, არის. ესეთი კარგი ზომის შამაია მოდის. ანუ 3 გადაგდებიდან 2 უკვე რეალიზებული. სადოთ დასაკვების გარეშე. თეთრ აპარისზე აქტიურობს ახლა რაც დავიჭირეთ, ზაზამას დაიჭირა. 60 გრამიანი საკვებურა მაქვს. დინარის, რომელიც არ იგორავებს ფსკერზე. ესეთი პატარა თევზებიც აქტიურობენ როგორც ჩანს. ნემსკავი მაქვს 53-14 ნომერი. დასაკვების გარეშე ამ პატარა თევზმა აიღო. აბა კიდე მოვსინჯოთ. რაც ჭანარი იქნება სავარაუდოდ კარგი. ჭანარია. ოპა. აი, ესეთი ჭანარი. აი ესეც საკვებურას ვიყენებ. საინტერესო თევზაობა. დავიჭირე ლოქო, ჭანარი შამაია. სულ რაღაც რა ვიცი. 1-20. აი, ელია მომგონი რაღაც. აბა, კარგი მოიდოთ ყველას. ოპა. არ დამაცადა დალევა რა. ეს რა? პატარა ჭანარი. ძალიან კარგი კენკვაა. ჩემთან უმეტესად ჭანარი აქტიურობს.
ძალუშვას შამაია უფრო მეტი ყავს, ეხლა რასაც ვაკვირდები. ვიძლით ვცადე, თუმცა ყველაზე კარგად აპარისზე იღებს. ხო, ჯეოვორმის აპარისზე. წითელი და თეთრი ერთად. ხედავთ თუ არა, აი ხელი რო ჩამოდის, აი იმ ღელეს გამოყოლებაზე ვთევზავთ. ეხლა ზაზა ჩააგდებს. აი მაგ ადგილში ვთევზავთ და კარგად იღებს, განაჩინად იქით რა ადგილებიც ნახეთ, ყველგან უჭის. ერთ-ერთი ადგილია ეს, სადაც ყველაზე კარგი გემკვირა. აბა, რამე კომენტარს ხო არ გააკეთე. რავი, გაასწორა. ეხლა ჩვენი მეგობრებისგან გამომდინარე ჩვენ მაგრა კარგად თევზავთ, იმიტომ რომ კარდენახისკენ ქვევით ცოტა ჩვენთან ვინც არიან, იმათ ესე რომ ვთქვათ ძალიან ალბათ ჭანარია ესე. მოდენა აკაჩოზე ყობა. საქართველოს შვენება. ხო, აი, უმეტესწილად ჭანარია, ანუ მარტო მხოლოდ ჩამაია არ არის და ნახევარი შეიძლება ითქვას. შედეგები რაც მაქვს ერთი ერთზე. მოდის ჭანარი შამაიასთან მიმართებაში. სხვადასხვა სათხოვარების ვარიანტი ყველაზე კარგად ამ დროისთვის მუშაობს აპარიში ნემსკავზე. აი ესე რა, როგორც ჩურქი წამოწმული, ყველაზე კარგად იღებს. ნემსკავი არის 53-100, 14 ზომა, სადავი მაქვს 1.20 და საკვებურის წონა არის 60 გრამი. სადე 50 გრამიანი, თუმცა ვერ გავაჩერე რა და ეხლა დინებამაც მოიმატა და დაკვება უნდა, ხო, ძალიან აქტიურად უნდა დაკვება. ანუ წვრილი თევზი არის ძალიან ბევრი. ხო და მაგიტომ გავუკეთე ჩურქივით ძიძგნიდა ძალიან და ვიღებდი გაწურულ აპარისს. აშკარად დინება მოიმატა, იმიტომ რომ იმ წერტილს სადაც ვთევზაობდი, იქ ჩერდებოდა ეს საკვებურა და ეხლა მომატებულ დინებაში უჭერს გაჩერება და მიათრევს. მდინარეზე ფიდერი თევზაობა კიდე განსაკუთრებულად საინტერესოა და თან ისეთ თევზთა როგორიც არის ჭანარი, ლოქო, პატარა ლოქოც დავიჭირე, წვერაც დავიჭირე. წვრილი თევზი არის სხვადასხვა სახეობის. ყველაზე მეტად აქტიურობს ჭანარი და შამაია. საკმაოდ კარგი ზომები. შესვენებაზე ვიყავი გასული და დაკვება დაჭირდა. აი, არის უკვე. რაც საინტერესო უნდა იყოს. ძალიან კარგად მეჭიდაობა. ალბათ ჭანარია. კარგი ზომის არის. ჭანარია. კარგი. ვით გამიღული, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.
აი ესეთი ჭანარია. ტურნირების გადამკიდე ძალიან მონატრებულები ვართ ესეთ თევზაობას, მით უმეტეს დინარეზე და ფუფუნებაა ნამდვილად. ანუ დაკვება იმუშავა რა, აშკარად დაკვება სჭირდება. დაკვების მერე გააქტიურდა ძალიან კარგად. ასე რომ დასაკვებს არ მოვაკლებთ. დასაკვებში რამე განსაკუთრებული არაფერია. მე მგონი ზაზას სხვა დასაკვები აქვს, სხვა დასაკვები უბრალოდ თავარია რომ რამე საჭმელი იყოს. ანუ თავიდან მნიშვნელობა ქონდა რამდენ აპარის გაუკეთებდი, თუ 60 აპარის გაუკეთებდი, ჭანარი ჯდებოდა. თუ 1-ს ან 2-ს შამაია. ეხლა არ აქვს მნიშვნელობა. რაოდენობას. 1 ცალი მიკეთია, როგორც გაჩვენეთ, ჩულქივით წამოწმული და ჭანარი უფრო მეტად ჯდება, ვიდრე შამაია. ეხლა სავარაუდოდ შამაია უნდა იყოს, ისეთი ჩართმა იყო. იგი 40 წუთი დავჭა დამთავრებამდე რა და 82 ცალზე ვარ. 18 ცალი უნდა დავიჭირო ამ 50 წუთში რა და ნახოთ თუ გამომივა. აქაც სპორტი ჩავხდეთ. ვითევზავეთო, მაგარი უდაბურ ადგილას კი მოვედით საწყალი მანქანა ჩემი. მაგრამ ღირდა რა სიტყვი ხა, იმიქიდან გამომდინარე რომ ქვევით რა ხდება და ზევით რა ხდება, მაგრა ვიჭირეთ, იმიტომ რომ სულ ვიღაცები არიან ჩვენები. კარდენახშიც, გავაშიც და რავი, ამბობენ რომ ისკენ ყვა რაც ალაზანზე უნდა იყოს არ არის და ეხა ჩვენი 6 საათის ნადავლს ჩვენსაც ხანა. ჭანარები სულ გაშვებული მყავს, უამრავი დავიჭირეთ პატარა ჭანარი და დავიტოვე შამაიები რა. ვაუ, 20 კილო ნაღდა და ცოტა. მაგარია და ეხა შენი ნადავლიც ნახე, ლეო და შერეგორი კმაყოფილება ძმაო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ესე იგი, მე ჭანარიც ჩავყარე და შამაიაც რა. ჭანარის მუღამი მქონდა რა თავიდან რა და ჭანარი შამაიაზე მეტი მოდიოდა რა. ერთადერთი თევზი რაც ამ აკატორიაშია და ვერ დავიჭირეთ დღეს ეს იყო კობრი. კობრი, ხო და ყველაფერი დავიჭირეთ მაგაზე და დანარჩენი ყველა ჯიში დავიჭირეთ. ნაფოტადან დაწყებული, ლოქოთი დამთავრებული. აი ლოშკების ნადავლი. აბა ნახოთ რა ხდება. ეკლეთ არასეულებრივი დღე ქონდა რა. ვინაცე ალაზნის მაგეს. მაგარი მდინარე. რა ფილება უნდა და რა მაგარი.